გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებმაც პატივი მიაგეს ტამიშთან ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. 22 წლის წინ 1993 წლის 2 ივლისს გამთენიისას ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირებებიც. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 200-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მაშინ ქართულმა ჯარისკაცებმა შეძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები, სტრატეგიული ზონა არ დათმეს და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი. მემორიალურ დაფასთან შეკრებილმა მეომრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 22 წლის წინ ტამიშზე განხორციელებული შეტაკება. 2 ივლისის ბრძოლა გამთენიისას დაიწყო, ეს იყო ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმილი, მათ შორის იქ მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სამხედრო ძალები. მიუხედავად ამისა, მათი ჩანაფიქრი ჩაფლავდა და ჩვენ მოვიგერიეთ ეს ბრძოლები. სამწუხაროდ დაგვიღუპა 199 ვაჟკაცი და 23 იყო დაჭრილი. ანუ მათი ოპერაცია მიზნად ისახავდა იმას, რომ სოხუმი და აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტები გაეყო შუაზე, იმისათვის, რომ შემდგომ მომხდარიყო ქალაქ სოხუმის აღება თავისი ტერიტორიებით, მაგრამ ეს სასტიკი ბრძოლები იყო, მაგრამ როგორც ასეთი ეს ბრძოლაც ჩვენ ბიჭებმა, ჩვენმა გმირებმა და ვაჟკაცებმა მოიგეს. მოვედით იმ განწყობით, რომ ის ბიჭები მოვიხსენიოთ, ვინც დაგვეღუპა იქ აფხაზეთში. მარტო ტამიშის დესანტის დროს კი არ საერთოდ 92-13 წლებში ესა მთავარი განწყობა და იმედით, რომ ამ ბიჭების თავის გაჭირვა, თავისი ცოცხლის გაჭირვა, რომ გამართლებული იქნება და საბოლოო დაბრუნდებით აფხაზეთში. დღე მახსოვს ძალიან კარგად, რომ მეც იქ ვიყავი იმ ბიჭებთან გვერდით და იცით რა იყო, ეს არის ქართველი მეომრის ღირსების დღე, ქართველი კაცის ღირსების დღე იყო. ის რაც იმ ბიჭებმა გააკეთეს იმ პერიოდში, ეს არის გმირობის ტოლფასი. მე თავს ვიხრი მათ წინაშე, მათი მშობლების წინაშე და მათი კაცობის წინაშე. მათ თავი შეწირეს თავის სამშობლოს. ეს არის მაგალითი, რომელზეც უნდა გავზარდოთ ჩვენ მომავალი თაობა.